როგორც მოგახსენეთ CSKO-ს წევრი გავხდი და არჩევნები რომ მორჩა 26 ივნის მე და კიდე ჩვენი ყოფილი ის სტუდკავშირის პრეზიდენტი იყო მანამდე გპ-ისთან ურთიერთობა ქონდა ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს მე მოქმედი კომისიის წევრი ვიყავი CSKO-სი და ლევან ჯაფარიძე მაშინ მემარჯვენეების ის წევრი დაგვაკავეს დაკავების მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო ანუ საბა მიზეზი რა გვითხრეს რომ 2007-ში ჩატარდა რაღაც პრივატიზაცია სადაც ჩვენ ვითომ ინტერესი ქონდა და მე 2007-ში ეს რომ ინტერესი ქონდა ჩატარდა ის არასწორად ჩატარდა და 2008-ში დაგვიჭირეს ერთი წლის შემდეგ და რომ მიჭერდნენ აი მაგას გპ-ისთან ვაკავშირებ და გეტყვით რატომ რომ მიჭერდნენ მე ვეკითხები ეს 3 საათი იყვნენ შემოსული 60 კაცი შემოვიდა დასაჭერად და სად ჩემთან სახში ხო CSKO-ს ხდომიდან წავედი სახში დასასრულებლად საღამოს უნდა მივსულიყავი და შინო შემოვიდა და მიჭირეს და რომ მე ვკითხებოდი ისე ვეკითხები ანუ იმას მეუნება მუხლებს ეს მუხლი ხო გავიგე მეთქი ეს და მე რა შუაში ვარ მეთქი აი რაც მომიყევი მეთქი და აი გამომძებელი ეხა გვარი ნახდათ არ მახსოვს საქმეში იქნება მეუნება რომ სად მუშაობდიო მე უთხარი გპ-ში ხო ეხლა სად მუშაობო CSKO-ში ხო ხვდები აი სიტყვით მე ხო ხვდები რატოც გიჭერთო მე უთხარი ვერ ხვდები მაგრამ კაი მეთქი და დაგვიჭირეს რომ დაგვიჭირეს მეორე დღეს ერთი ღამე გავატავეთ ყუდის შენობაში მე გლდანის ციხეში გადაგვიყვანეს და საღამოს გადაყვანა საღამოს გლდანის ციხის დირექტორი მელაძე იყო თუ არ მეშლება და მან მოვიდნენ გამომძიები და ყუდის თანამშრომელი სამნი ვიყავით დაჭერილი აგვიყვანეს და იმათ არაფერი სარეუნეოდნენ მე მითხეს პირდაპირ ორ ქონებას მეუნეოდნენ სადაც მე ვფიქსირდებოდი აი ჩათვალეთ 30 კაცში 30 ვიყავი და ის და მითხეს რომ ეგო დაგვიბრუნდეო სახელმწიფოსო და გაგიშვებდო მე უთხარი ჯერ ეს ქონება მე არ მეკუთვნის სულად ეს სადაც დიდ თანხიანი ქონება იყო რომ ის პრივატიზაცია ოფიციალურად კანონით მოხდა ვერაფერს ვერ შეედავა და მე ვერ დაგიბრუნებ და სხვანაირად ვისაუბროთ მეთქი რა ის მე უთხარი თუ რამეში დამნაშავე ვარ მითხარით რაში ვარ და ჯანიმას გადავიხდი მეთქი ну 2 წუთში აი საუბარი მორჩა მე 10 წუთი ზოგადი საუბარი იყო და მე წასვლის დროს მომიტრიალდა ეს ყუდის თანამშრომელი და მეუნება რომ კაიო ეხლა შენი ქონება არ არისო რა ის რასაც ჩვენ ფიქრობდითო მაგრამ ისეო აი სხვის ქონებებზეო სხვის ქონებებთან დაკავშირებით მაინც ინიციატივებს ნუ გამოიჩენო ეხლა მე ეს ვერ მივხვდი მაშინ რა იყო მაგრამ მე დავფიქრდი და რა იყო ის მე რამოდენიმე ხნით ადრე კერძო საუბარში ერთ-ერთ პიროვნებასთან თქვი ესეთი რაღაცა რომ აი ეს გპ-ის ქონებებს რომ ისაკუთრებენ ესე ადვილად არ მოხდება მეთქი მანდ აი ხოცით აი შინაურ საუბარში რომ უცბად აზრი რომ და ესე არ მოხდება ესე ადვილად მეთქი და მაგაზე ადრე თუ გვიან ყველა პასუხს აგებს მეთქი და ეს აკრედიტაციის გაჩერებაც ხო ჩათვალეთ რომ ეგ არის მეთქი იმ ხალხის დაღუპვა ვისაც ეს გაუკეთეთ მეთქი და გაუჩერეთ ალბათ აი ეს თემა იყო და გარეთ ჩვენი მეგობრები ვინც იყო ჩვენ დაჭერილი ვიყავით იმათაც ღია ტექსტით ეუნეოდნენ რომ ხმას აი სტუდენტებს ხმას რამე სამოიღეთ თქვა რამე ინიციატივას გამოიჩეთ ორი ადამიანი თქვენი მეგობრები ხო ყავს ციხეში დაჭერილი ხო ხო იცით რომ ციხეში თქვათ არ არის ისეთი კაი სიტუაცია ამიტომ პრობლემებს ნუ შევუქმნით აი ეს იყო პირდაპირი მესიჯი